უჩვეულო მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების 11 შტატში. ღამის 9-ზე იდუმალი საფრენი აპარატები ჩნდება. დრონების გამოჩენა შტატების მოსახლეობისთვის შეშფოთებას იწვევს. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება საფრენ აპარატებს საფრთხეთ არ მიიჩნევს, თუმცა ამ დრომდე უცნობია ვის ეკუთვნის დრონები, ან საიდან მოფრინავს ისინი. უპილოტო აპარატების ფრენის გამო ნიუ-იორკის სტიუარტის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენი ბილიკები თითქმის 1 საათით დახურა. ამერიკის შეერთებული შტატების ცაში უცნობი საფრენი აპარატების თემა აქტუალურია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესშიც, სადაც ამ საკითხზე განხილვა მიმდინარეობს. ეს არ შეიძლება ყოფილიყო სავსე მთვარე, რადგან სავსე მთვარე იყო 2 კვირის წინ და უცებ მთვარე იწყებს მოძრაობას ჩემს მარცხნივ და ის მოდის ჩემსკენ. შემდეგ კი უცებ გავიფიქრე, არა, ეს მთვარე არ არის. ის არაფრით არ ჰგავდა თვითმფრინავს, ის დიდია და ძალიან დაბლა დაფრინავს. შემდეგ უცებ მოახლოვდა პირდაპირ ხეების თავზე და მივხვდი, რომ უზარმაზარი დრონი იყო. მსგავსი არაფერი მინახავს. ეს იყო დაახლოებით სკოლის ავტობუსის ზომის. მერე მივხვდი, რომ სურათი უნდა გადამეღო. მანქანიდან ტელეფონი ავიღე და როცა სურათის გადასაღებად მივედი, მაშინვე უკუსვლა დაიწყო. თითქოს დაინახა რის გაკეთებასაც ვცდილობდი. ზოგიერთი ცნობა მეუთითებს, რომ ეს დრონები პატარა მანქანების ზომისაა. სენატორმა ენდი კიმმა განაცხადა, რომ გუშინ ღამით მან საკუთარი თვალით ნახა რამდენიმე დრონი. მე მესმის, რატომ არის ამდენი შეშფოთებული ჩვენ საზოგადოებაში. როდესაც გესმით შეტყობინებები დრონების შესახებ, რომლებიც ჩვენს ზემოთ დაფრინავენ, ან ხედავთ აქტივობას და ფედერალური სააგენტოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საჰაერო სივრცის კონტროლზე, სათანადოდ და სწრაფად არ აცნობებენ ინფორმაციას საზოგადოებას. მაშინ ისტოვებს ინფორმაციის დიდ ვაკუუმს. ნიუ-ჯერსი ვერ გახდება დრონების მოქმედების ველური დასავლეთი. ჩვენ ამ ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებით, როგორც წესი, როდესაც მათ აღმოვაჩენთ, ვცდილობთ მათ კლასიფიკაციას და შესაბამისი ზომების მიღებას. შესაძლებელია, რომ ზოგიერთი მათგანი თვალთვალს ახორციელებდეს აბსოლუტურად, მაგრამ შეგიძლიათ ამის დაშვება ყველა შემთხვევაში არ არის აუცილებელი. ასე რომ თითოეულ შემთხვევაში მეთაურებს აქვთ უფლებამოსილება, ინსტალაციის მეთაურებს და ხელისუფლებას უფლება აქვთ სათანადო რეაგირება მოახდინონ და გააგრძელებენ ამას. ჩვენ არ გვინახავს უცხოური ჩარევა ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს დრონებთან დაკავშირებით. ჩვენ განმათავსეთ პერსონალი და ტექნოლოგია და თუ რაიმე შეშფოთების მიზეზი არსებობს, თუ გამოვავლენთ რაიმე უცხოურ ჩართულობას ან კრიმინალურ აქტივობას, ჩვენ შესაბამისად ვაცნობებთ ამერიკულ საზოგადოებას. მიცის რაც ხდება, ჩვენმა სამხედროებმა იციან საიდან აფრინდნენ, მათ იციან საიდან მოვიდნენ ისინი და სად წავიდნენ და რატომღაც მათ არ სურთ კომენტარის გაკეთება და მე ვფიქრობ, რომ სჯობს მათ თქვან რა არის. ჩვენმა სამხედროებმა იციან და ჩვენმა პრეზიდენტმაც იცის და რატომღაც მათ სურთ ხალხი დაძაბული ამყოფონ. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მტერია, რადგან მტერი რომ იყოს აფეთქდებოდა, რაღაც უცნაური ხდება. არაფერი მანკიერი როგორც ჩანს, მაგრამ ისინი ამოწმებენ ყველაფერს, რადგან ეს ასია. იქ ზევით არის ავტორიზებული უამრავი დრონი. ვფიქრობ, ერთმა დაიწყო და ყველამ მიბაძა. ყველას სურდა ამაში ჩართვა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. ჯერჯერობით საფრთხის შეგრძნება არ არის.